დღეს არის 12 ოქტომბერი. ეხლა უნდა გამოვრთო კონდიციონერი, რომელიც ქონდა 18 გრადუსზე დაყენებული. ეხლა აქ გადავარჩიე, მოკლედ გადავათვალიერე ჩარჩოები, მაინტერესებდა ჩრჩილი გავითარდა თუ არა. აქეთ ჭევიანი ჩარჩოები მქონდა, რომელიც კონდიციონერისგან ყველაზე მოშორებული ადგილი არის. აქ ნახე, რომ არაფერი არ არის, მოკლედ დაზიანებული თითქმის. აქ ნახოთ რამდენია 16 გრადუსი არის. ეხლა გარდაც საკმაოდ სიცივე არის ეხლა მოკლედ. დაველოდე, როდი ჩამოვიდოდა ტემპერატურა, ხამის ტემპერატურა 10 გრადუსზე, იმიტომ რომ ვაპირებ, რომ ისე დავალაგო სხვა ოთახში. და მოკლედ შემელოთ 15 სექტემბრისთვისაც გამეკეთებია ეგ დაახლოებით როცა ღამის ტემპერატურა 15-ს ჩამოსდება, მაშინაც შეგიძლია გააკეთო უბრალოდ ესე მოგიწევს დალაგება, იმიტომ რომ შეიძლება 15 გრადუსზე ღამის ტემპერატურას 15-ია ისე დაალაგო, შეიძლება ჩრჩილი ისევ გავითარდეს შიგნით, რაღაც არსებობს მაგის ალბათობა. ამიტომ დაველოდე ოქტომბრის პირველ ნახევარს ღამის ტემპერატურა ჩამოდის 10-ზე და ჩვეულებრივად ისე დავალაგებ და არ დავალაგებ ასე. ხო, აი ის მოკლედ 18 გრადუსია ჩემთვის აღმოსდა 17 გრადუსი სრულიად საკმარისი, რომ ჩრჩილი აღარ გავითარებული იყო. ესენი როცა აქ შემოვიტანე, იყო ჩრჩილიანი რა. ანუ და რო შემოვიტანე 17 გრადუსმა თითქმის 90% მოკლა რა. გადარჩა ძალიან ცოტა, მაგრამ იმათმა ვერანაირი პრობლემა ვერ შექმნა, ვერ გამრავლდნენ ეს მოკლედ ეს ჩრჩილის პეპლები და ესე ვთქვათ 18-17 გრადუსი სრულიად საკმარისი აღმოჩნდა, რომ ფიჭები მე შემენახა ასე. რაც შეეხება ეს არ დამიწმენდია, ამაზე ექსპერიმენტს ვატარებ. ეს არის თაფლიანი ფიჭები, რომელიც არ დამიწმენდია, ესე რომ ვთქვათ და ეს პირდაპირ ასე დავალაგე და ამათვისაც კი 17-18 გრადუსი სრულიად საკმარისი აღმოჩნდა ესე დალაგებულზეც, როცა ჰაერი არ ხვდება და როცა ჩრჩილს უფრო მეტი კომფორტი აქვს, რომ ესე გავითარდეს და თავისი ბუდე მოიწყოს. აქაც არ გავითარდა, მოთ ამას პლუსი ის ჰქონდა, რომ ამაში ნაკლები იყო საწყისი ჩრჩილის მატლი. ამათგან განსხვავებით, იმიტომ ამას გარეთ როცა აწმენდინებ, ჩრჩილის მატლი მაშინ შედის, მაშინ დებს კვერცხს, მაშინ მრავლდება და აქვს დრო, რომ უფრო მეტად გავითარდეს და ამ შემთხვევაში არ ქონია მაგის დრო და 17 გრადუსი, 18 გრადუსი ამ შემთხვევაში საკმარისი აღმოჩნდა, თუმცა ჩემი აზრით 14-15 გრადუსი იქნება იდეალური, როცა 100 აწყობ. და ამ შემთხვევაში 17-18 გრადუსი იდეალური არის. ასე რომ, ეხლა 12 ოქტომბერია, ამ ყველაფერს გამოვრთავ. ეს გადმოვალაგი აქ რომ მაინტერესებდა გაფუჭებული იყო თუ არა რაიმე და იდეალურადაა შენახული და მოკლედ ყველაფერი არის კარგად. არაფერი არ არის დაზიანებული. ერთადერთი რამ რაც არის საფიქრალი ის არის, რომ თუ ჩარჩოების დაწმენდა არ გინდა, შეიძლება ზამთარში, აი მაგალითად ამ შემთხვევაში შეიძლება თაფლი აგიმჟავდეს, როცა კონდიციონერი არის ჩართული, მაგ შემთხვევაში არ არის პრობლემა, და კონდიციონერს გააქვს ტენი და მოკლედ ჩარჩოები ტენს ვერ იღებს ჰაერიდან. მაგრამ ეხლა როცა გამოვრთე, საინტერესო არის თუ აიღებს და შეიძლება ამჟავდეს კიდეც ამაზე და ეს საექსპერიმენტოდ მაქვს აქ დატოვებული. იმიტომ რომ როგორც ვიცით, ჩარჩოების გაწმენდა რაღაც რისკებს შეიცავს და ასევე შრომას ჭირდება, რა თქმა უნდა გაიტანო, ან ყუთს უნდა შემოალაგო, ან გარეთ უნდა გაიტანო. და თუ ესე შეინახება სველი, ისე კონდიციონერს ჩართვა არ მოუწევს, დაბალ ტემპერატურა ისედაც იქნება ზამთრიდან გამომდინარე, ასე რომ საინტერესო ასე შეინახება თუ არა. აქ ორი პადონი მაქვს, ერთ ცელოფინს შევახვე მთლიანად, რომ ჰაერი არ შევიდეს და მეორეს ისე დავტოვებ და მოკლედ მაქედან ვისწავლი, ასე რომ ვთქვათ, შეიძლება თუ არა დაუწმენდავა ჩარჩოები შეინახო. ხო, აი ეს იყო სულ რა. კრიტიკული აზრები კი მქონდა, რომ აი 18 გრადუსი არ იქნება საკმარისი, 17 არ იქნება საკმარისი და რაღაცა, მაგრამ თეორიულად არის ერთი რაღაცა, პრაქტიკულად არის მეორე რაღაცა. ან პრაქტიკაში თავარია შენ რომ რაღაცა გამოგადგეს და დანარჩენს არ აქვს მნიშვნელობა.
ამ შემთხვევაში ეს ტემპერატურა სრულიად საკმარისი აღმოჩნდა ჩემთვის. ეს ოთახი არის 35 კვადრატი და მიყენია კონდიციონერი 60 კვადრატიანის. წესით ამას მოცულობების მიხედვით უნდა ითვლიდნენ, მაგრამ ჩვენთან კვადრატულობის მიხედვით ითვლიან რატომღაც, მაგრამ ესე არის რა, 35 კვადრატიანში მიყენია 60 კვადრატიანის, რომ არ გაუჭირდეს მუშაობა კონდიციონერს. ეს ხარჯავს 70-80 ლარი დახარჯა თვეში სულ ჩართულზე. როცა მქონდა 17 გრადუსზე და 18 გრადუსზე ჩამოყვანილი ტემპერატურა, მაგრამ ეს განსხვავებული იქნება, რა თქმა უნდა, სხვადასხვა გარემოში. დიდად განსხვავებული არა, თუმცა რა თქმა უნდა, დამოკიდებულია შენობა როგორ არის ინსულირებული, ანუ რამხსის კედელია მაგალითად გარედან გაქვს თუ არა შეფოთული რაღაც და ხა ეს შენობა მაგალითად მინიმუმ 40 ან 50 სანტიმეტრი კედლით არის აშენებული, ასე რომ თითქმის არ კარგავს ტემპერატურას და გარეთ ტემპერატურა ნაკლებად მოქმედებს ამ ოთახზე, რა ესე რომ ვთქვათ რა. ასე რომ 70-80 ლარი თუნდაც 100 ლარი თვეში არაფერი არ არის. ამ ხელა კიდე არის სივრცე და აქ ზუსტად არ ვიცი რამდენი კორპუსია, მაგრამ მაგის დათვლა შეიძლება და ასე რომ ვთქვათ, დიდ საქმეს აკეთებ ძალიან იაფად რა და ძალიან გაუმადგა ეს მეთოდი, ასე რომ ვთქვათ.